მეგობრებო და სვენელებო, დღეს ღამით სათხარ 11 საათისთვის მე მითავდება ინტერნეტი და ერთი-ორი კვირით დამშვიდობებით, მაგრამ ახლა მინდოდა ერთი პატარა ვიდეო დღეს სახლში არ ვიყავი, საქმეები მქონდა და გარეთ ვიყავი დილიდან და კოხიდას მინდა ამოგიკითხოთ ერთ-ერთი ხო ვიდეოდან ხო ჩვენ ვიცით კოხიდაზე აგრეთვე იმიდან მიფიდან ძველი პერსონი მიფიდან გმირ არგონავტებზე რომლებაც იასონის ხელმძღვანელობით გაცურეს და ჩავიდნენ კოხიდაში ოქროს საწმისის წამოსაღებად. არის ძველი პერსონი ლეგენდა, რომ მეტალურგია იყო აღმოჩენილი პრომეთეით, რის გამო ის იყო მიჯაჭვული კოლხიდურ არა მოიცადეთ თარგმანი უნდა მოუძებნო კოლხურ უღელტეხზე ქტეზე კოლხურ ქტეზე და ზუსტად მაგრამ მე რუსულიდან ვკითხულობ, ამიტომ ქართულიდან არ ვკითხულობ, ამიტომ არ მეშლება და ადგილობრივი კოლხიდური ტომებმა ადგილობრივმა კოლხიდურმა ტომებმა შეცვალეს ბრონზა რკინით და ძველი ბერძნები ცედნენ, რომ კოლხიდა იყო ქვეყანა, სადაც ამოდიოდა მზე. მაგრამ კოლხიდა არ არის უბრალოდ ლეგენდარული სახელმწიფო, არამედ ის რეალურად არსებობდა კოლხური სამეფო. და დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე იყო განლაგებული აგრეთვე ნაწილობრივ თურქეთის ტერიტორიაზე და ნაწილობრივ რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭის და ტუაფსეს რაიონები. ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ კოლხები, უძველესი ტომი, რომლებიც არიან ნათესავები, შორეული ნათესავები დღევანდელი ქართველებისა, უბრალოდ მეგრელებისა. თავიდან ეს იყო სახელმწიფო, მაგრამ ბერძნები უწოდებდნენ კოლხიდას არა ქვეყანას, არამედ რეგიონს. კოლხიდას არ თვლიდნენ ქვეყანად, მაგრამ თვლიდნენ რეგიონად. რადგან კოლხიდაში ცხოვრობდნენ უფრო ცნობილი იყო როგორც ეგრისი, რადგან იქ ცხოვრობდნენ ძალიან ბევრი ეგრები, მაგრამ არა მხოლოდ ისინი. პირველად კოლხიდა არის ნახსენები მე-13 საუკუნეში ჩვენ რამდე ასირიელების და ურარტების კლინურ წერლობაში. მაშინ ჰქონდათ კლინური წერლობა. კლინაპისნე источники. ახლა მიშნია რომ გამოვიდე ეს გავარკვიო, მე ვერ მივაგნო. ამიტომ თქვენ თვითონ მოიძებნიათ რა არის. ხო და ძველი ბერძნები პირველად ახსენებენ კოლხიდას მხოლოდ პირველ 1000 წლებში ჩვენ ერამდე. მაგრამ პირველი ადამიანი, რომელმაც აღწერა ეს მიწა, კოლხების მიწა, იყო გეროდოტი. ისტორიის მამა. ესე იგი, ამ გეროდოტის, სტრაბონის და ქსენოფონტის დამსახურებით ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ კოლხიდა იყო რეალური ქვეყანა, თუნდაც კუთხე და რა მითიური უფრო სწორად.
მე მაინც თქვენ ახლა განახერთ რუკას და გეტყვით ახლა ეს რუკა რა რუკაა მოიცადეთ ეს არის გონი რუკა ჩვენ რამდე ხო ჩვენ რამდე და უთარმაზარი ქალაქები კოლხიდის იყო ფაზი, რისი, კოლა, ეია, სასილუ, ზუა, ულტუ, მოქალაქები, ნიკოსი, დიასკურია, შორაპანი და ბევრი ამ ქალაქებიდან განლაგებული იყო ზღვის პირას და ბევრი მათგანი ახლაც არსებობს, ოღონდ სხვა დასახელება აქვთ. მაგალითად, ფაზისი თანამედროვე დასახელება აქვს და ეწოდება ფოთი, რისი ეკუთვნის თურქეთს და ეწოდება რიზე, დიასკურია არის ახლა აფხაზეთის ამ მომენტში და ეწოდება სუხუმ, ნესისი ეს არის ახლანდელი დასახელება ტუაფსესი და ეკუთვნის რუსეთს, პიტიუნდი ეს არის აფხაზური პიცუნდა, ბატუსი ეს არის დღევანდელი ბათუმი და სხვა. მაგრამ რადგან ეს კოლხიდა იყო დანგრეული შემოსევებისაგან ეს შემოსევლები იყო კიმერეიცები, სარმატები, შემდეგ ასირიელები და ურარტულელები. და ერთ-ერთი წყაროს მიხედვით ურარტუ იყო სკიფების, ასირიელი და ურარტუ სკიფების ტომები. შემდეგ ქვეყანა დაიპყრეს ბერძნებმა. შემდეგ პერსებმა, ანუ ირანელებმა, ახემენიდებმა. შემდეგ მოგვიანებით გახდა საბერძნეთი პერსული პონტიური სამეფო. ესე იგი, კოლხიდის სამხრეთ აღმოსავლეთით იყო განლაგებული იბერიის სამეფო. და ამ ნოტაზე დავასრულოთ ამ საკითხზე ვიდეო.